პირველ რიგში თავისუფლება და სოლიდარობა ყველა პატიმარს. ამჟამად კარგად გრძნობ თავს. მაგრამ ამჟამად კარგად გრძნობ თავს, თუმცა დაკავების მომენტში და დაკავების შემდეგ იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, იყო ბინება, იყო ტელეფონის პირადი ნათლების წართმევა. გადაგვიყვანეს იზოლაციაში. ლუკა, რა ადგილზე იყავით კონკრეტულად და აი რო აგვიღწეროთ რაც მოხდა, დიახ? დიახ. თბილისის მორის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავი გზის მიღმა, არ ვიყავი სავალდაცმოზე. გზას კეტავდა პოლიციის კორდონი, გეგედეს კორდონი. და რაღაც მომენტში შავნიღბიანმა გეგედეს თანამშრომლებმა გამოარღვიეს ეს კორდონი და 4 ადამიანი დაგვაკავეს. ამ დროს იყო ფიზიკური შეურაცხყოფა და მე უკვე მასშტაბში აგვიყვანეს და იქაც გავისწორდნენ. ხო, ლუკა, ვიდრე თქვენთან სასამართლო დამთავრდა. დიახ, ძალიან ეს შედეგი. არ ველოდებოდი გამამართლებელ განაჩენს და ესეც მოხდა. სასამართლომ არ გამოიყენა პატიმრობა, მხოლოდ 2400 ლარი გამარჯვება. ეს იყო სხვა დაკავებულების შემთხვევაში, ჩვენთან ერთად მის დააკავეს, ასევე მათაც ესე ჯარიმა გამოიყენა. იგივენაირად, ხო? ხო, ლუკა, სხვათა შორის, როდესაც ვიდრე თქვენთან გასაუბრების შესაძლებლობა მოგვეცემოდა ან თქვენს ადვოკატთან, ირინა ყავდა ჩვენს არხზე რამდენჯერმე პირდაპირ ჩართვაში და ის ამბობდა, რომ მოკლედ, როდესაც ექიმა გაგსინჯათ, მე რამდენადაც ვიცი, სახალხო დამცველის ოფისიდან, ომბუდსმენის ოფისიდან იყო ექიმი თქვენთან შემოსული, მას უთქვამს ასე, რომ ჰოსპიტალიზება თქვენი კლინიკაში გადაყვანა არ იყო საჭირო, ანუ იმდენად მძიმე დაზიანებები არ გქონდათ მიღებული, მაგრამ როგორც თქვენც თავად ახსენეთ და როგორც ჩვენთვისაც ცნობილია, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა. ანუ რა ტიპის დაზიანებები გაქვთ თქვენ, ლუკა, და ასევე მაინტერესებს თქვენთან ერთად იყვნენ კიდე სხვა დაკავებულები. აი, თქვენს გარშემო რას ხედავდით, რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნენ აი ეს შავნიღბიანები, პოლიციელები თუ ასე შემდეგ. კი ბატონო, ესე იგი, ჩემი დაკავების მომენტში ნაცვლად ხედავდი, რომ ძირს დააგდეს რამდენიმე ადამიანი და იყო სახეში ფეხის დარტყმა. ამის შემდეგ ჩემთანაც მოვიდნენ. ჩემ შემთხვევაში იყო თავში მუშტების ტყმა. მასშტაბში ესე გაგრძელდა. ჩვენ ვიყავით 4 ადამიანი სამართლო მანქანაში. ერთ-ერთი იყო არასრულწლოვანი, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და წაართვეს ტელეფონი. და ფიზიკური დაზიანებები იმდენად მძიმე არ არის, თუმცა არის ტანზე რამდენიმე სიძნაგრენში და ზოგიერთს ჰქონდა თვალი ჩამოშლილი და სახეზე ეთყობოდა დაზიანებები. ლუკა, რამეს გეუბნებოდნენ აი ამ მომენტში? ძირითადად იყო გინება. ასევე იყო ეს ფრაზები, რომ რატომ რა საპროტესტებ, რატო გახართ, იყვნენ გაღიზიანებულები, აგრესიულები იყვნენ. და ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ამ კითხვებზე სერიოზულად პასუხი არავის გაგვიცია. ძალიან სასაცილო იქნებოდა ეხლა ამ სიტუაციაში ჩვენიდან ამაზე ვაპარაკე. ხო, ნივთები თუ დაგიბრუნეს? არა, დაკავების ოქმი და ნივთების ამოღება გააკეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მანამდე სანამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადაგცემდნენ, ის ნივთები დატოვებული აქვს გეგედეს თანამშრომლებს, ანუ ტელეფონები, იყო ასევე ჩანთა, რომელსაც ფოტოაპარატი მედო და არ ვაქვს იმედი, რომ ამას მოიძიებს.
ბატონო და ლუკა თქვენთან ერთად იყო ის არასრულწლოვანი რომელიც დააკავეს და შემდეგ კი ერთად ვიყავით მანქანაში შემდეგ საპატრულო მანქანაში ერთად ვიყავით და ხა არასრულწლოვანი დღესა გამოუშვეს ჩვენ გადაგვიყვანეს საერთაშორისო კი ბატონო, დიდი მადლობა ლუკა, არ ვიცი რა გაგრძელება შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ თქვენ კიდევ რა არ ვიცი როგორ შეიძლება ამას უწოდოთ რომ იოლი გადაწყვეტილება გამოგიტანეს და შედარებით მსუბუქი რადგან მხოლოდ ჯარიმა დაგაკისრეს, ჩვენ ნახეთ რომ ორთებერვალს დაკავებულების ნაწილი შეაბრუნეს დღეს უკან 48 საათიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ და მათ უკვე სისხლის სამართლის დევნა დაიწყეს მათ წინააღმდეგ. თქვენც ხო არ ელოდებოდით რომ შეიძლება რაღაცა მსგავსი ყოფილიყო? დიახ, ველოდებოდი, ჩემ შემთხვევაში ამ აქციის ფარგლებში მეორე დაკავება იყო. და ველოდებოდი დაკავებას პატიმრობას ველოდებოდი. კი ბატონო. 2400 ლარი გამომიტანა მე პირადად მოსამართლემ ჯარიმა. და ანუ აძლიერებენ რეპრესიებს აფრიკაში და ამიტომ სამსახურებო პროგრამები